რა ვიცი ხა ერთი და იგივეს მისვავთ, ერთი და იგივეს პასუხობთ. კიდე დამისვავთ. გაკეთდა მას განმარტებით. ისევ უპასუხოდა დარჩენილი მთავარი კითხვა. რით არბევდნენ დემონსტრანტებს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში. ტრიკლორეთილენის გამოყენების საკითხიც ამ დრომდე ღიად რჩება. ერთ კვირაში სხვადასხვა დღეს სამჯერ ვკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. რა დანიშნულებისთვის ინახავდნენ ნივთიერებას, რომელიც კიბოს იწვევს, ურტყამს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, თირკმელს და ღვიძლს. თუმცა არც ერთხელ პასუხი არ მიგვიღია. რაღაც დანიშნულება ხო ქონდა ამ ტრიკლორეთილენს? მართლა ქიმიური ლაბორატორია ხო არ არის და ქიმიის ინსტიტუტი? შინაგან საქმეთა სამინისტრო გიდოს ეს ნივთიერება, რაიცი, როდის რა ექსპერიმენტი გჭირდა. წარმოადგენთ წარმოადგენილი იქნა გამოძიების მხრიდან ინფორმაცია თითოეულ ამ ნივთიერებასთან დაკავშირებით. განიმარტა, რომ 2007-9 წლებში იქნა ეს ნივთიერება შეძენილი ერთ-ერთი ებრაული კომპანიისგან. ქიმიური მოწამვლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ისევ დუმილის რეჟიმშია. ალექსანდრე დარახველიძე მოგვიწოდებს ვიხელმძღვანელოთ სუსის განცხადებით, რომელმაც გამოძიება 5 დღეში ისე დაასრულა, რომ არც რაიმე დოკუმენტაცია და არც მტკიცებულება გაუსაჯაროვებია. სამინისტრომ გამოიყენა ისეთი ნივთიერები, რაც გათვალისწინებული ის საშუალებები, პროსტორად სპეციალური საშუალებები, რაც გათვალისწინებულია პოლიციის შესახებ კანონით და იყენებს ყველა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფი ევროპისა თუ ამერიკულ დანაყოფებში. გაანადგურა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკიცებულებები, რომელიც მათ წინააღმდეგ მთავარი სამხილია. კონკრეტულ კითხვაზე დარახველიძე ისევ სუსთან გვამისამართებს. ეჭვი მტკიცებულებების განადგურების შესახებ სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილმა უფროსმა ტევ-პირველთან საუბარში გამოთქვა. ტევ-პირველის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულებების განადგურება ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყეს. მაშინვე როცა BBC-მ შსს და ქართულ ოცნებას ფილმის არსებობის შესახებ აცნობა. თქვენი ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ განადგურებული გაქვთ მტკიცებულებები, რით დაადასტურებთ, რომ ეს მტკიცებულებები განადგურებული არ არის. ჩვენი ყოფილი თანამშრომელი რომელი? რომელიც 2020 წელს წავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან. შეიძლება რითი დაადასტურებთ? 6 წლის შემდეგ იცის რა განადგურდა და რა არ განადგურდა. ლაშა შერგელაშვილს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ედავება ძალიან სერიოზულ დანაშაულს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც თვალსაჩინო 2019 წლიდან აღარ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საუბრობს, რომ 2025 წლის ბოლოს რაღაცა გავანადგურეთ, ნუ არასერიოზულია. ქიმიური მოწამვლის საქმის განეიტრალება, რომ ახლა ივანიშვილის პარტიის ნომერ პირველი მიზანია ეს სოციალურ ქსელებში ჩანს. მეტას მონაცემებით 1-დან 7 დეკემბრის ჩათვლით ქართული ოცნების პარტიულმა გვერდებმა და სამთავრობო მედიებმა ჯამში $6,000-მდე გადაიხადეს იმისთვის, რომ ბრიტანული მაუწყებელი გაეშავებინათ. დაზარალებული დემონსტრანტებისთვის დაეცინათ და ყველაფერი გარე ძალებისთვის დაებრალებინათ. არადა ყველაფერზე პასუხისგაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეძლო, რომელმაც 5 დღეში გამოძიების დასრულება გადაწყვიტა და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. როდესაც ვლაპარაკობთ ქიმიური მოწამვლის საქმეზე, ალბათ გამოძიებასაც უნდა გაეკეთებინა მინიმუმ დაზარალებული უნდა მოეწია, პოტენციური დაზარალებულები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჯანმრთელობის ზიანი მიიღეს ამ პროცესების შესაბამისად. ამოიღოთ მათგან ტანისამოსი, ამოიღოთ მათგან თუ კი აქვს შემორჩენილი აირწინაღები, მათზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა, მოეთხოვათ მათი სამედიცინო დოკუმენტაცია, ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაძლებელია საჭირო გამთარიყო მათთვის ასევე ექსპერტიზის ჩატარება. როცა ამ ყველაფერს არ გააკეთებ და უბრალოდ დადგები და 3-4 ადამიანს გამოკითხავ და 5 დღე ფიქრობ იმაზე რა დაარქვა სახელად ნივთიერებას, რომელიც გამოიყენე, იმიტომ ამის რა თუნდა ხო 5 დღე ამის გამოძიებას ხო? ეგ მეანიშნებს იმაზე, რომ გამოძიება ჩატარდა რა დანაშაულის გასახსნელად, არამედ დანაშაულის ესე ვთქვათ დასაფარად. აქციაზე დაშავებული მოქალაქეები კი სამართალს ეძებენ. ოღონდ ქვეყნის შიგნით ამ სამართლის პოვნის იმედი არ აქვთ. იურისტები განმარტავენ, რომ ჭეშმარიტება ქიმიური მოწამვლის საქმეზე მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტებში დადგინდება. ამის შემდგომ უკვე ადამიანებს შეუძლიათ, რომ ასევე მიმართონ საერთაშორისო მექანიზმებს, სასამართლო მექანიზმებს, მათ შორის რომელიც შეიძლება იყოს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. რით არბევდნენ მოქალაქეებს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. იყო თუ არა გამოყენებული ნეიროტოქსიური ნივთიერება ტრიკლორეთილენი და რისთვის ინახავდა საწყობში სამინისტრო ამ ნივთიერებას ამდენი ხანი. როგორ დაჯდა დისბალანსი ჩამოწერილ და დარჩენილ რაოდენობას შორის? კითხვები ბევრია, ოცნება კი მხოლოდ BBC-ს დისკრედიტაციითაა დაკავებული. ოღონდ ისევ არ ვიცით, სად და როდის უჩივლებენ ბრიტანულ მაუწყებელს. საერთაშორისო გამოძიებაზე ქართული ოცნება უარს ამბობს, ამავდროულად ისინი ამბობენ, რომ თითქოს და უჩივლებენ BBC-ს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებით, რომ როგორც კი ქართული ოცნება გადის
სასამართლო კლანის სივრციდან საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე, მათ ძალიან უჭირთ საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ასე რომ ძალიან დიდი ალბათობით ბრიტანეთში მათი სარჩელი არ იქნება წარმატებული. ტრიკლორეთილენის აქციების დასაშლელად გამოყენება არც ერთი საერთაშორისო პროტოკოლით არაა გათვალისწინებული. სადავოა შენახვის ვადებიც, რომლის დარღვევის შემთხვევაში ქიმიური ნივთიერება შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო გახდეს ჯანმრთელობისთვის. არ ვიცით ისიც, რა დოზებით გამოიყენეს ქიმიური აგენტი მოქალაქეების წინააღმდეგ. ფაქტი ერთია, წყალი, რომელსაც დემონსტრანტებს ასხამდნენ, წვავდა და ადამიანებს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები დაუტოვა.